გლდანში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ. გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა. შესახლებამდე ერთი დღით ადრე დევნილთა სამინისტროში ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განანაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ განახორციელა. დღეს დადგა დრო იმისა, რომ შესაბამისი პროცედურების გავლით რაც საჭირო იყო მაგ კრიტერიუმების დაკმაყოფილებით მივიღეთ ბინა. დღეს გლდანში მესამე მიკრორაიონში 14 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინები. საერთოდ შემოსული 1700 განაცხადი და კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა ეს 14 ოჯახი. მათ შორის სამი ოჯახი არის ისეთი, რომელსაც სასამართლო ძალით გამოსახლება ჰქონდა და ღია წის ქვეშ რჩებოდა და დღეს მათ ასე ვთქვათ გადაეცათ შესაბამისი სულადობის მიხედვით ბინები.